მოგესალმებით. მე ვარ ამაყი, რომ დღეს ხვდები იმ ღირსეულ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად იცავენ ჩვენი თანამექალაქეების უსაფრთხოებას. საპატრულო პოლიციას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია და მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ პირნათად ასრულებთ თქვენს მოვალეობას. თავარი განსხვავება ზოგადსა და ახალ საპატრულო პოლიციას შორის არის ის, რომ თქვენ აღარასოდეს მოგიწევთ პოლიტიკური დავალებების შესრულება. პოლიციის დეპოლიტიზაცია სწორედ ამას გულისხმობს. თვითონ ჩვენთაგანის მიზანია პოლიცია ემსახუროს არა ხელისუფლებას, არა კონკრეტულ პარტიას, ან ადამიანების ჯგუფს, არამედ ხალხს. ცნობილი ნათქვამია, რომ დამნაშავეს არ აქვს ეროვნება. შესაბამისად, მას არ აქვს პარტიული, თანამდებობრივი, რელიგიური და რასობრივი კუთვნილება. რა თქმა უნდა, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს კანონისა და სამართლიანობის სრული დაცვით. ამავდროულად არც ერთი ადამიანი არ უნდა დაისაჯოს უდანაშაულოდ. ჩვენ ანალოგიური მიდგომა გვაქვს სამართალდარღვევების მიმართაც. ნებისმიერ შემთხვევაში იმოქმედეთ კანონის შესაბამისად. განურჩეულად სამართალდარღვევის პოლიტიკური კუთვნილებისა თუ თანამდებობრივი მდგომარეობისა. არ ღვევს მინისტრი კანონის მოთხოვნებს. ის ისევე უნდა დაისაჯოს, როგორც ნებისმიერი მოქალაქე. საპატრულო პოლიციის რეფორმა, რომ წარმატებული პროექტი იყო, ამას ჩვენ ყოველთვის საჯაროდ ვაცხადებდით. ჩვენი მიზანია იმ ნაკლოვანებების აღმოფხვრა, რაც დღემდე არსებობდა და უკეთესისკენ წინსვლა. ეს შეეხება როგორც დეპოლიტიზაციის პროცესს, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, თითოეული პოლიციელის სოციალური და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უკეთ დაცვას და დანაშაულის პრევენციას. ეს სრულები უკვე დაიწყო, მეგობრებო. ძველ პოზიციებზე დაბრუნდნენ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში უდანაშაულოდ, უსამართლოდ გათავისუფლების სამართალდამცველები, ახალ შემოადგენლობას დაემატნენ პოლიციის აკადემიის კურსდამთავრებულები და საერთო ჯამში პატრულ ინსპექტორების რიცხვი 240-მდე გაიზარდა. ჯამში დღეიდან დედაქალაქს 75-ის ნაცვლად 111 საპატრულო ეკიპაჟი მომისახურება. თქვენ პატრულებას მოახდენთ არა მხოლოდ ცენტრალურ მაგისტრალებზე, არამედ თბილისის ყველა უბანსა და ქუჩაზე. ცხადია, ეს ცვლილებები სამოქალაქო საზოგადოების უსაფრთხოების და დანაშაულის პრევენციის მეტ გარანტიას იძლევა. ჩვენ ამ მიმართულებით რეფორმების გაგრძელებას გეგმავთ და სულ მალე საპატრულო ეკიპაჟების რიცხვი რეგიონებშიც გაიზრდება. ამ რეფორმის შედეგი თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს. ჩვენ უნდა შევქმნათ სამართლიანი სტრუქტურა, რომელიც იქნება სამაგალითო და საამაყო თითოეული მოქალაქისთვის, ჩვენთვის. ჩვენ შევქმნით ეს სტრუქტურას, რომელთაც ვიამაყებ მეც, თქვენც და საზოგადოებას. და მე მაქვს პრეტენზია, რომ ქართული პოლიცია გახდეს მართლაც სამაგალითო და საამაყო. ჩვენ ამას ერთიანი ძალისხმევით უნდა მივახციოთ. მე თქვენი იმედი მაქვს, ჩვენ უაღრესად რთული და მეტად საფასებრივი მისია გვაკისრია. და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას ყველანი ერთად შევასრულებთ. დიდი მადლობა.